თვისი დაცვა ხარ? მარა საჭიროა მაგით. არ შეიძლება ყოფნა. რატომ არ შეიძლება? საერთოდ ვარ უკაცრავ. გაცნობები კონფიდენციალური. ეს არ არის რომელიმე მძაფრსიუჟეტიანი კრიმინალური სერიალის ტრეილერი. ეს თბილისია, ვაკე, რამიშვილის ქუჩა. ისედაც მივდიოდით. კიცებულება მჭირდებოდა რომ ნამდვილად აქ ხართ. მობილიზაცია მას შემდეგ ცხადდება, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ხვდება, რომ შაბათის ეთერმა ივანიშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მილიონებიან ქონებებს მიაგნო. დიახ, საქმე გვაქვს არაერთი ჩინოვნიკის მიერ დამალულ არაერთ მილიონთან. ლილუაშვილის სართული რომელია? მე მგონი ან მეოთხე ან მეხუთე. დაგინახავთ ეს დღეები? არა, დაცვა იდგა ხოლმე და აღარ არის ახლა? არა. თუ რაც გადააყენეს მაგის შემდეგ აღარ არის. ეს თბილისის ერთ-ერთი ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსი მზიური რეზიდენცია. 3 საცხოვრებელი ბლოკით, რომლის ეზოც არც მეტი, არც ნაკლები მზიურის პარკია. კომპლექსის ტერასები პირდაპირ თბილისის ცენტრალურ პარკში იჭრება. ამ კორპუსის მობინადრეები კი მხოლოდ მათთვის გაჭრილი გზით პარკს პირდაპირ უკავშირდებიან. უძრავი ქონების პორტალზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, აქ ბინების ფასი 2600-დან $5700-მდე მერყეობს. ეს თბილისში უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასია. სწორედ აქ მე-6 სართულზე კომპლექსის ყველაზე დიდი რეზიდენციის მფლობელი ვადაზე ადრე გადამდგარი სუსის შეფია. უშიშრობის უფროსი დიახ. აბა, აი იქეთ. დაცვა იქ იყო ხოლმე აქედან. მე მგონი ახლაც არიან აქ თუ არ არიან. ხო, კი ბატონო. ის ბიჭები წავიდნენ. ბიჭები აღარ დგანა, დაცვა აღარ არის. არა, დაცვა. მაგრამ თვითონ ისე აქ გინახავთ, ხო? გაგიგიათ რომ აქ ცხოვრობ. კი, იქ ცხოვრობდა. კი ბატონო. და ის დაცვაც მაგიტო იყო. გრიგოლ ლილუაშვილის გასაოცარ რეზიდენციას შაბათის ეთერმა საკუთარი წყაროების დახმარებით მიაგნო. აპარტამენტები არც ლილუაშვილის და არც მისი მეუღლის სახელზე არ არის გაფორმებული. 322 კვადრატული მეტრი ხედით მზიურის პარკზე ახლაც კომპანია Sonet Development-ის საკუთრებაა. რა ღირს ეს ქონება? თუ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალზე ამავე კორპუსიდან გასაყიდად გამოტანილი სხვა რეზიდენციების ფასებით ვიხელმძღვანელებთ, ლილუაშვილის საცხოვრებლის საშუალო ფასი 4 მილიონ ლარს აღწევს. ბატონ გრიგოლის სახლი, ხო სწორად მოვედი. კი ბატონო. დაგინახავთ ეს დღეები? დაცვა აღარ არის, ხო? აღარ ყავს. არის? რომ არ შეგხვდრია არავინ? ჩვენ ამ კორპუსში მცხოვრებმა პირებმა და მომსახურე პერსონალმა დაგვიდასტურეს, რომ აპარტამენტი მე-6 სართულზე ნამდვილად სუსის ექს-შეფს ეკუთვნის. ლილუაშვილის სართულზე მოხვედრისთანავე ყურადღებას აქ დამონტაჟებული კამერების რაოდენობა იქცევს. ყველა კუთხე-კუნჭული უსაფრთხოების системებით контролდება. Вы там заметили, что охрана очень часто бывает на этом этаже? Да? Камеры везде охрана. Ну так хорошо, пускай охраняют. Да, но знаете, кого охраняют или нет? Нет? Не видели никогда этого человека? Нет. Какой-то там главный. შაბათის ეთერმა მზიური რეზიდენციის იმ ბლოკის ბინების განშლა მოიპოვა, სადაც რეზიდენციას გრიგოლ ლილუაშვილი ფლობს. პროექტი მოიცავს 10 ოთახს, 5 სველ წერტილს, 50 კვადრატულ მეტრ ჰოლს, საგარდერობე ოთახს, 2 აივანსა და 2 ტერასას. ახლა Sonet Construction-ში მივდივართ იმის გასარკვევად, ოფიციალურად მათ კუთვნილებაში არსებულ ბინაში, რის საფუძველზე ცხოვრობს სუსის ექს-შეფი. ეს ფეშქაში იყო? რას ნიშნავს ფეშქაში? თქვენ ხართ მინისტრის ძმა? არა. ძალიან ბევრი. გავიგე. დავით სონღულაშვილის ძმა. გავიგე, გზა მეც ვიცი, აქედან მოვედი ბატონო. რატომ ცხოვრობს თქვენ კომპანიის კუთვნილ ბინაში გრიგოლ ლილუაშვილი გეკითხებით? ეხლა წამოძაც. არა. შეგიძლიათ ნახოთ მე-6 სართულზე 300 კვადრატული უჭირავს გრიგოლ ლილუაშვილს. რაც მე ჩენა ნახ გარშემო არის და. მომყიდეთ მაშინ ეგ ბინა, ყიდვა მინდა ბატონ სოსო. მომყიდეთ? ეს იოსებ სონღულაშვილია, იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც მზიური რეზიდენცია აშენა. ბატონი სოსო ქართული ოცნების მინისტრის დავით სონღულაშვილის ძმაა. ამდენი ხანია ცხოვრობს და რატომ ვერ გადაიფორმა, პრობლემა რა იყო? ასე მოლაპარაკებთ. გრიგოლ ლილუაშვილს ხო იცნობთ ვინ არის?
ძალიან კარგად ისოს მე მგონი მთელი საქართველოს. ხო, მაგას გეკითხეთ, რატომ უკაცრავად ხელი გამიშვი? მე თვითონ წამოვა. როგორც კი Sonet Construction-ის მფლობელი იგებს, რომ კითხვები მისი კომპანიის სახელზე გაფორმებული მრავალ მილიონიანი რეზიდენციების ოცნების მაღალჩინოსნების ფაქტობრივ მფლობელობაზე გვაქვს, შენობიდან ჩვენს გაძევებას ცდილობს. თავის სახში. მეთქი, დოკუმენტი არსებობს საჯარო რეესტრში, სადაც წერია, რომ თქვენია კომპანიის. ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება იყოს ჩემზე და ირიბა სხვა იყოს მეპატარა. ეს გრამერად შემდგომში მესაკუთრე, რატომ არ წერია ბატონ სოსო? თქვენ გეკითხებათ სადღაც წერია ხალბატონო. თქვენ შუაში ხართ. ეს არის სწორი პასუხი. არა, თქვენ არ გეკითხებ კონკრეტულად, მაგრამ ეხლა კონკრეტულად გონიო. ჩემს საკუთრებიდან. კორუფცია შეიძლება ქონდეს ადგილი ბატონ სოსო, ვერ ხვდებით რას გეკითხებით? მოდი მაგაზე პირდაპირ გეტყვი რა. კორუფციის გამკეთებელსაც დამბრალებელსაც დედისაც თქვა? როგორც გენებოთ. ორივე დედის მეტელი მოთამაშე იხსავე და ახვეთ ყველა მაგეთან. ძალიან ზრდილი ბრძანდებით. თუ პირი სამშენებლო კომპანიისგან ბინას ყიდულობს, არემონტებს, საცხოვრებლად გადადის და მისი კვალი საჯარო რეესტრში არსად ჩანს, ეს საეჭვო გარემოებაა. ჩვენ გვიჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ოცნების მაღალჩინოსნები, რომლებიც ვერ დაასაბუთებდნენ მრავალმილიონიანი რეზიდენციებისთვის საჭირო ფულის წარმომავლობას, ქონებას მეგობარი მინისტრის ოჯახის კუთვნილი სამშენებლო კომპანიის სახელზე მალავენ. ან მეორე ვარიანტი. ოცნების ჩინოვნიკებმა მათთან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესისგან დიდძალი ქონება საჩუქრად მიიღეს, რისი უფლებაც საჯარო მოხელეს არ აქვს. სუსის ყოფილშებს ამ კონსპირაციულ გამდიდრებამდე მხოლოდ ერთი ბინა უფიქსირდებოდა, ძველ კორპუსში, ატენის ქუჩაზე. ეს ბინა ლილვაშვილმა 1 წლის წინ გაყიდა. აღარ ვიცნობ, დავამთავრეთ, მე ჩემი ნათქვი და დამთავრდა. რამდენი ხანი შეიძლება იყოს თქვენ სახელზე ეს ბინა და ცხოვრობდეს ლილვაშვილი? რამდენი ხნიანი შეთანხმება გაქვთ თუ აჩუქეთ და უბრალოდ ჯერ აფორმდება რომ ის სახელზე არ გამოჩნდეს? ცხოვრებაში არავის არაფერი არ მიჩქვია. მაშინ აცხოვეთ? ცხოვრებაში არავის აცხოვეთ ბატონ სოსო? ცხოვრება ჩუქების ფორმაა. ცხოვრებაში არავისთვის არაფერი არ მიჩქვია. მაშინ რატო ცხოვრობს? ლოგიკური კითხვა არის, ხო? მიმართეთ პატრონს მეთქი, მე არ შემიძლია სამწუხაროდ ვიღაცას ხართ ბატონ სოსო? თქვენ სახელზეა მე-6 სართულზე 300 კვადრატული ბინა. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ სამშენებლო კომპანიის სახელზე გაფორმებული მრავალმილიონიანი ქონების ფაქტობრივი მფლობელი მხოლოდ გრიგოლ ლილვაშვილი არ არის. ამავე კორპუსში მისი მეზობელია საქართველოს მოქმედი პროკურორი გიორგი გაბიდაშვილიც. ვაკეში ვიცავთ და ეგეც ვიცი, რომ გაბიდაშვილი და ლილვაშვილი ერთ სახლში ცხოვრობენ. კი ბატონო. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე გვიდასტურებს, რომ მზიური რეზიდენსში მისი თანამშრომლები საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი გაბიდაშვილის დასაცავად განათავსა. შვილი აქ 203 კვადრატულ მეტრ რეზიდენციას ფლობს. ეს ფართიც, ისე როგორც გრიგოლ ლილვაშვილის აპარტამენტები, სამშენებლო კომპანია Sonet Construction-ის სახელზეა გაფორმებული. იმის გამო, რომ გიორგი გაბიდაშვილს ფაქტობრივი საცხოვრებელი გაფორმებული არ აქვს და გაუგებარია, რატომ ცხოვრობს ლილვაშვილის მსგავსად ისიც არადეკლარირებულ ქონებაში, 14-ვე სართულის შემოვლა და მის მიერ დაკავებული ქონების ძებნა სართულ-სართულ გვიწევს. საბოლოოდ სწორ კვალზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გავყავართ. გამარჯობა. ანუ არ წასულა ჯერ ბატონ გიორგი, თუ კართან რატო გადაინაცვლეთ? სულ ვიყურებდით კამერებში, სად დავდიოდით? სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენგან ქვეყნის მთავარი პროკურორის კარს იცავდა. სარი რომელიც შეგვიძლია? არა, რატომ? ზარით რა მოხდება? რამის დამუშავებს ზარი რომელიც იქნებ მიღებს? არ მიღებ. გადაეცით რა ხო არ? არა, შეგიძლიათ მაშინ გადასცეთ? ვერ გადასცემ. და ზარს რომ თითი მივაჭირო რა მოხდება? რატომ? იქნებ დამინახოს და უნდა. რატომ შევაწუხოთ? შევაწუხო? არ ვაწუხებ ბატონო. ჩვენს გამო გიორგი გაბიდაშვილის სახლიდან 2:30-მდე არ გამოსულა. შაბათის კამერას დაემალა მთავარი პროკურორის მეუღლეც, არა და მაგდა მაჩაიძეც საჯარო მოხელია. ბატონ გიორგი, 2 საათი დაიწყო 15 წუთი რა არ მიდის სამსახურში? არ უნდა გასულიყოს. დაბა რას დარაჯობთ აქ? კარებს. კარებს? და რას ფიქრობთ, რა მუზამ კარებს? არ გასულა ბატონ გიორგი, დილიდან აქ ვართ. ხალბატონი მაგდაც საჯარო მოხელია და რავი ესე აგვიანებენ სამსახურში? რა შეწუხდება უწეღა რომ მეუბნებოდით, როდის მათყუებდით წერან თუ ახლა? თუ სახში არ არის, მინ შეწუხდება.
გიორგი გაბიტაშვილის რეზიდენცია, რომელსაც ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი ჩვენგან ასე გულმოდგინედ იცავს, 203 კვადრატული მეტრია. ჩვენ მოვიპოვეთ მისი არქიტექტურული ნახაზიც. აქ 5 ოთახი, 3 სველი წერტილი და 2 ტერასა ჩანს. თუ My Home-ზე გასაყიდად გამოტანილი ამავე კომპლექსის სხვა ბინების საშუალო ფასით ვიმსჯელებთ, საქართველოს პროკურორის რეზიდენციის ღირებულება 2 მილიონზე მეტია. ამ კორპუსში დაცული. კორპუსიც აქვს სახელმწიფო დაცვა? სართულს? არ არის რა ეს თქვენი საქმე ვერ გეტყვი ხლა. ჩემი საქმე არ არის. არა, თქვენ ხო კითხვა დამისვით, მე შემხოდრი კითხვა დაგიბრუნეთ. სახელმწიფო დაცვა რა ხომ ციცავს, ესე იგი დაცულია რა. ხო და სახელმწიფო დაცვა რატო იცავს ის? მისთან არ შეიძლება ყოფნა. რატომ არ შეიძლება? სადარბაზოში ვარ, უკაცრავ. სადარბაზოში ვარ. მაშინ მითხარით ეს სართული დაცულია. ვისთან ხართ ხაზზე? რა თქვენი საქმეა? თქვენ ჩემ ხელს ვანერთ. თქვენს ხელ ანზორ ჯუბინძეს ელაპარაკებთ? არა, თქვენი საქმე ვიშველებთ. დამალაპარაკეთ ბატონი ანზორი. საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვთხოვთ დაგვიზუსტოს, რატომ ცხოვრობს ქვეყნის პროკურორი არადეკლარირებულ ქონებაში. გვეუბნებიან, რომ ბინის აფასური სრულად დაფარული არ არის და ამიტომ. უწყების ინფორმაციითვე გიორგი გაბიტაშვილმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაყიდული ბინის $175,000 $800,000-იან ბინაში უკვე გადაიხადა. თუმცა ამ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ. კომპანიის მხრიდან იმის განცხადება, რომ თითქოს ეს წინარე ხელშეკრულება და არ არის სავალდებულო სადმე აისახოს, ეს არის დიდი ფარსი და ტყუილი, ეს ცალსახად შეიცავს კორუფციის ნიშნებს, იმიტომ რომ ეს დანაშაულია როგორც კომპანიისთვის, იმიტომ რომ თუ არსებობდა მსგავსი ფინანსური გარიგება, ეს უნდა აჩვენოს კომპანიამაც, სამშენებლო კომპანიამაც და შესაბამის საფინანსო დოკუმენტებში უნდა მოხდეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია მაღალ ჩინობაზე, როდესაც კანონისმიერი ვალდებულება აქვს, რომ მსგავსი ტიპის გარიგება, იქნება ეს დოკუმენტალური, იქნება ეს სიტყვიერი, მათ შორის ნებისმიერი გარიგება ასახოს. ბინა განვადებით შესაძლოა იყიდოს ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის პროკურორმაც, თუმცა დეველოპერული კომპანიების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შიდა განვადება ძალაშია მშენებლობის დასრულებამდე. ამის შემდეგ კი მობინადრეს ბანკიდან გამოაქვს იპოთეკური სესხი და გადახდას იქ აგრძელებს. არც ლილუაშვილის და არც გიორგი გაბიტაშვილის შემთხვევაში სესხი ბანკიდან, რომლის უზრუნველყოფაშიც ეს რეზიდენციები იქნება ჩადებული, არ ჩანს. თქვენ ხო გითხარით დამანებეთ თავი ტურის საფუძველზე ცხოვრობს. ჩემი საკმარისი კადრები გაქვთ, თუ რამე შეგჭირდებათ? არა, რამდენიც მჭირდება, იმდეს გადავიღებ ბატონ სოსო. მაშინ ეგ ვიყურეთ ერთ-ერთზე იყავით. კორუფციის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის რაც მზიური რეზიდენში ხდება, სავარაუდო კორუფციული გარიგების კლასიკური მაგალითია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქონებას ამ მილიონობით დოლარის შემოსავლებს ფართებს ვერ დაასაბუთებენ, ამიტომ ეხლა ცდილობენ სხვადასხვა სიტყვებით, სხვადასხვა დოკუმენტებით, სხვადასხვა ფრაზებით იჟონგლიორონ, იმანიპულირონ, მაგრამ ეს არის ცალსახად დანაშაული, ეს არის ქონების დამალვა და ამაზე ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხის გაცემა გამოძიების კითხვებს. საქართველოს პროკურორის პირადი დაცვისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებითი ფულის გადახდა უწევს ხალხს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის ძვირადღირებულ კომპლექსში იმავე სართულზე 2 ოთახიანი ბინაა ნაქირავები. ამ სახლში დიდი ხანია რაც დაცვა არის? მაგრამ რო გადმოხვედით უკვე იყო. ხო. და რამდენი ხანია რაც გადმოხვედით? დაახლოებით ალბათ რა ვიცი 1 წამდე. 1 წელი და დაგხვდათ უკვე დაცვა. ფაქტს ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო დაცვა კატეგორიულად უარყოფდა. ბინა აგიღეს ცალკე, რომ დაიცვათ აქ მესამე სართულზე. ბატონო? ხო, ბინა გაქვთ, ანუ აივნიდან შევხედეთ, გადავიღეთ, რომ იქ ხართ განლაგებული. აბა სად ხართ? აქ სადარბაზოში ხართ? 2 დღის შემდეგ გაბიტაშვილის მცველებს მოუწიათ იმის აღიარება, რომ პროკურორის დასაცავად იმავე სართულზე ცალკე აპარტამენტი აქვთ აღებული. აქ თქვენს გარდა არავინ არ არის? მარტო ხართ? ჩაკეტეთ ბინა? ველა ეჭვს აქ არწყლებს ანზორ ჩუბინიძე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი გვიდასტურებს, რომ ბინაში, სადაც გაბიტაშვილის მცველები პატრულირებენ, ნამდვილად ფულს იხდის. მესამე სართულზე თქვენი სამსახური არის ბინაში. ეს ბინა ქირით გაქვთ თუ ქირით ქირაობთ, კომპანიისგან ქირაობთ თუ კერძო პირისგან თუ გახსოვთ? მგონი კერძო პირისგან. ბინა, სადაც პროკურორის მცველები არიან დაბანაკებული, ვინმე ლანა ჯობავას ეკუთვნის. ჯობავას კუთვნილი ბინის ბოლო ამონაწერში ქირავნობის ხელშეკრულება არ ჩანს. შესაბამისად, ღიად და საეჭვოდ რჩება სახელმწიფო დაცვის მიერ დაკავებული ბინის საკითხიც.
ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი სავარაუდოდ ხელმძღვანელობას ატყობინებს, რომ შაბათის ეთერი გიორგი გაბიტაშვილის სახლთანაა მობილიზებული. მცველები რეაგირებას ვერ ასწრებენ და კომპლექსის ავტოსადგომზე ამ შეტყობინების გადაცემიდან რამდენიმე წამში შედიან. ჩვენი კამერა გარკვევით აფიქსირებს, რომ ავტომობილი ნამდვილად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ეკუთვნის. ამის მიუხედავად მცველები ცდილობენ დაგვერწმუნონ, რომ კერძო დაცვას წარმოადგენენ, თუმცა ვის იცავენ, ამის გამხელა არ უნდათ. სხვას ვის? ჯერ არ მიკითხავს არავის სახელი და გვარი და სხვას ვის? კერძო დაცვა ხართ, ხო? არა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც არის და გადმოგცათ რაღაც და მაგიტომ გეუბნებით, მანქანა აშკარად არ არის კერძო დაცვის. ანუ ბატონ გრიგოლს კერძო დაცვა ემსახურება? ვის? გრიგოლ ლილიაშვილს. არა, გიშლება. მეშლება, გაბიტაშვილთან ხართ? გიორგი გაბიტაშვილთან ხართ? რა, მაშინ მითხარით ვისი დაცვა ხართ? არა, საჭიროა რომ მაგის. რატომ სახელმწიფო დაცვა აშკარაა, ხო? კერძო პრიზზე ხوار გეკითხებით, საჯარო მოხელეზე გეკითხებით. ყველაფერი რა უნდა მითხრათ, სახელს და გვარს გითხოთ, ყველაფერს რას? აი რა არის. სახელმწიფო დაცვა რა თქმა უნდა გამაფრთხილებელ სატელეფონო ზარს ახორციელებს და ატყობინებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს ავტოსადგომზე შაბათის ეთერი ელოდება. ნახევარი საათის შემდეგ წყვეტენ, რომ კვალის ასარევად ტერიტორია დატოვონ. მცველების გასვლიდან რამდენიმე წუთში ავტოსადგომიდან შავი ქემრი გამოდის, რომელიც მანამდე სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილის გვერდით იდგა. ვინ იჯდა ამ შავ ავტომობილში? გიორგი გაბიტაშვილი თუ გრიგოლ ლილიაშვილი? მეზობლების ინფორმაციით ლილიაშვილს კერძო დაცვა ისევ ემსახურება და მინუს სამსართულზე არსებულ ამ ავტოსადგომსაც ის იყენებს. თუმცა ანზორ ჩუბინიძე გვეუბნება, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ქვეშ მყოფი მთავარი პროკურორია და არა სუსის ყოფილი შეფი. ლილიაშვილს იცავთ ისევ? გაბიტაშვილს იცავთ? ლილიაშვილს აღარ? ლილიაშვილს აღარ. ხო იყო მან თქვენი სამსახური ლილიაშვილისთვის, ლილიაშვილის გამო? არა. არასდროს? აბა ვის მიყვეს კერძო დაცვა იყო? არა. მე მგონი ისა თავის ლილიაშვილის სტრუქტურას იცავდა ლილიაშვილის სტრუქტურა. ეხლა ვინც არის გაბიტაშვილისთვის. ეხლა გაბიტაშვილი, დიახ. ფაქტია, რომ ავტოსადგომი, საიდანაც მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსანი გააპარეს, სათვალთვალო კამერების ალყაშია. არც ერთ სხვა ავტოსადგომზე, რომელიც ჯამში 4 სართულს მოიცავს, მსგავსი არაფერია. უცნაურია ისიც, რომ არც ერთი კამერა არ დგას გაბიტაშვილის კართან და 4 კამერა დგას ლიფტიდან ლილიაშვილის კართან მისვლამდე. და კიდევ ერთი. მზიური რეზიდენციის 3 ბლოკიდან მხოლოდ პროკურორისა და სუსის ექს-შეფის C-კორპუსია გარშემორტყმული ჭკვიანი კამერებით. მათი საშუალებით სრულად კონტროლდება პერიმეტრი, კომპლექსის სახურავიდან და ცენტრალურ შესასვლელთანაც. ამის შესახებ ბუნებრივია იცის იოსებ სონგულაშვილმაც. ჯერ კიდევ ჩაუბარებელ პროექტში მისი ნებართვის გარეშე ვერ მოხდებოდა ვერც კამერების მონტაჟი და ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განლაგება. თქვენი საკუთრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონგულაშვილის ძმა დეველოპერულ ბაზარზე საკმაოდ მსხვილი მოთამაშეა. იოსებ სონგულაშვილს რამდენიმე კომპანია აქვს. ამ კომპანიებისა და პარტნიორების სახელით ქართული ოცნებისთვის 2016-18 წლებში 340,000 ლარი აქვს შეწირული. ეს რაც საჯაროა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში წერია. რა ხდება ამის მიღმა ბუნებრივია ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება. თუმცა ხელმისაწვდომია ოცნების მინისტრის ძმის ბიზნესის განვითარების გზა, რომელსაც ამ გზაზე ხელისუფლების დახმარება არაერთხელ დასჭირდა. ასეთი შემთხვევასთან მქონდა სწორედ ადგილი აგალძის ქუჩაზე, როდესაც ისედაც მიმდინარეობს აბსოლუტურად შეუსაბამო მშენებლობა, ძალიან დიდი მოცულობის და დიდი გაბარიტების, რომელიც ქალაქის იერსახეს უხეშად არღვევს და ამის და მიუხედავად ამ ადამიანმა სონგულაშვილმა მაინც მოითხოვა დამატებით დაახლოებით 14,000 კვადრატული მეტრით მეტი საშენება, ანუ კოეფიციენტის გაზრდა, ამისთვის მზად იყო რომ გადაეხადა ბიუჯეტში 9 მილიონი ლარი, თუმცა რამდენიმე დღეში კახი კალაძის მიერ დამოწმებული ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და უთხრეს რომ არა 9 მილიონი კი არა 3 მილიონი გადაიხადა. ფაქტია ხა ჩვენი მაყურებელი ამას კარგად მიხვდება რომ ეს 6 მილიონი ლარი ვიღაცის ჯიბეში წავიდა, რაღაცა მაფიოზურ კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი. მილიონების შოვნის საშუალება მისცეს მზიური რეზიდენშიც.
სონგულაშვილის კომპანიას აქ 2018 წლის 30 აპრილს კახაკალაძემ სპეციალური ზონალური შეთანხმება გაუფორმა და ცოცელ მიწაზე კოეფიციენტი 4-ჯერ გაუზარდა. თვითონ ზონალური საბჭოს წევრები წერდნენ, რომ არ შეიძლებოდა მზიურის პარკის რეკრეაციის შემცირების ხარჯზე დამტკიცებულიყო ის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც მსგავსი მასშტაბების მშენებლობას ითვალისწინებდა, მაყურებელს წარმოდგენა შეექმნას, თუ იქ შეიძლებოდა მაქსიმუმ 2.5 კოეფიციენტით აშენებაც, რადგან დაახლოებით 4-ჯერ დიდი მოცულობის მშენებლობის ნებართვა გასცეს, რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კორპუსში შემდგომში აღმოჩნდება, რომ ცხოვრობენ ქართული ოცნების მაფიოზები და ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ეხმარებიან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებაში და იმ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რომელიც მას აღარ ეკუთვნის. ოფიციალურად კომპანია Sonet Construction-მა ეს პროექტი დახურა. სამშენებლო კომპანიის ხელხაზზე გვეუბნებიან, რომ აქ გასაყიდი ბინები აღარ დარჩათ. ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით თქვენ უნდა გკითხოთ? კი ბატონო, გისმენთ აბა რა გაინტერესებთ? მზიური რეზიდენსში გააქვთ დარჩენილი ბინები? არ გვაქვს არაფერი დარჩენილი. არა, არც ერთი ბინა? არც ერთი ბინა არ გვაქვს, სალომის. სულ სხვა რამე ჩანს საჯარო რეესტრის ამონაწერში. აქ კომპანიის სახელზე ჯერ კიდევ ბევრი რეზიდენციაა დარჩენილი. არ არის გამორიცხული ამავე კომპლექსში Sonet Construction-ის სახელზე გაფორმებული ქონება ოცნების სხვა ლიდერებსაც აღმოაჩნდეთ.